ეთერშია ხაზის რადიო. მოისმინეთ ამბები წარსულიდან. FM 94.7. ყურადღება. ლაპარაკობს თბილისი. დღეს 1963 წლის 29 აპრილია. გადმოიცემა უკანასკნელი ცნობები. უშინ 17 საათზე მოსკოვში ჩავიდა კუბის რესპუბლიკის სოციალისტური რევოლუციის ერთიანი პარტიის ეროვნული ხელმძღვანელობის პირველი მდივანი და რევოლუციური მთავრობის პრემიერ-მინისტრი ფიდელ კასტრო რუსი. ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა მეგობრული ვიზიტით საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ნიკიტა სერგეიძე ხრუშჩოვის მოწვევით. ვნუკოვოს აეროდრომზე ამხანა კასტროს დახვდნენ ამხანაგები ნიკიტა სერგეიძე ხრუშჩოვი და ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევი. კუბის ელჩი საბჭოთა კავშირში კარლოს ოლივარეს სანჩესი. ამავე თვითმფრინავით მოსკოვში დაბრუნდა ამხანაგი ანასტას ივანეზე მიქოიანი, რომელიც შეხვდა ფიდელ კასტროს მურმანსკში. პირველი მანქანით მოტოციკლისტების საპატიო ესკორტის თანხლებით მოსკოვში წავიდნენ ფიდელ კასტრო, ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევი. მათ მიხვდნენ სხვა მანქანები. საბჭოთა კავშირში გმირი კუბელი ხალხის ბელადის ფიდელ კასტროს ჩამოსვლამ დიდი სიხარული გამოიწვია რუსთავის მშრომელებში. განსაკუთრებული გამოცოცხლება რუსთავის ნომერ 3 საქართველოს სასწავლებელში, სადაც 75 კუბელი ახალგაზრდა სწავლობს. აქ გაიმართა სახელდახელო მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ კუბელი და რუსთაველი მოსწავლეები. მიტინგის მონაწილეებმა წერილი გაუგზავნეს გმირი კუბელი ხალხის ბელადს ფიდელ კასტროს და სთხოვეს მას ჩამოვიდეს საქართველოში. ჩვენ ცხოვრებაში ტელეგადაცემები საფუძვლიანად დამკვიდრდა და სულ უფრო მეტ ოჯახში იდგმება ტელევიზორი. სწორედ ასეთ ოჯახებზე ზრუნავს საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობის ქსელის დირექცია, რომელსაც ტელევიზორის გაფუჭების შემთხვევებისთვის თბილისის თითქმის ყველა რაიონში აქვს გახსნილი სახელოსნოები. დირექციის ფილიალები მოწყობილია აგრეთვე სოხუმში, გორში, კასპში, რუსთავში. მალე სახელოსნო ამუშავდება ცხინვალში. სოფელ ახმეტის მცხოვრებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ. გაიხსნა ახალი საჰაერო ხაზი თბილისი-თელავი ახმეტა. ამ ხაზზე მგზავრებს ემსახურება 12 ადგილიანი სამგზავრო თვითმფრინავი ან-2. თვითმფრინავი ორივე მიმართულებით ფრენისას ჯდება თელავში. თბილისიდან თელავამდე დანიშნულია ყოველდღიური დამატებითი რეისი Il-14 ტიპის თვითმფრინავი. ამრიგად თბილისი-თელავს ყოველდღიურად 4 საჰაერო ხაზით უკავშირდება. ასევე განახლდა ყოველდღიური საჰაერო რეისი თბილისი-ამბროლაური და დაწესდა თბილისი-ქუთაისი-ოდესა შუალედური დაჯდომით სოხუმსა და სიმფეროპოლში. ამ ხაზზე დაფრინავს 28 ადგილიანი თვითმფრინავი Il-14. გადმოიცემოდა 1963 წლის 29 აპრილის უკან.